მოგესალმებით ჩვენი მხიარული კლუბიდოდან. ესა ჩვენი კლუბიდო, ჩვენი საყვარელი კლუბიდო. ჩვენი რუბრიკა, ყველაზე მხიარული, ყველაზე მუსიკალური, რომელიც დღესაც ახალ სიმღერას შემოგთავაზებს. რა სიმღერას შემოგთავაზებს თუ საიდუმლო არ არის იქნება გაგვიმხილოთ ქალბატონო? ეს ეძღვნება ერთ ძალიან გამრჯე, კეთილშობილ არსებას. მე ვარ ეს მივხვდი. ნახე რა თქვა? მე ვარ. მრეცხავ კუს. ზუსტად ვიცი. ჩემი აზრით ეს კუ არის თავარი გმირი, რომელიც ძალიან კულტურულია. კულტურულია, ნინა? ძალიან. მე. რას ნიშნავს? კულტურა ადამიანთა მონაპოვარია, მაგრამ ხშირად ზღაპრებში, იგავარაკებში, ლექსებში და სიმღერებშიც კი ადამიანების თვისებების მატარებელი არის ბევრი ცხოველი. გას მეუბნებით, ეს აი როგორც ახლა კუ. რა თვისებებს ვატარებ ნეტა? როგორი სიტყვაა კულტურა? მინდა კიდეც რომ კულტურულები ვიყოთ, მაგრამ რას ნიშნავს, რას მოიცავს, რა შინაარს მოიცავს ეს სიტყვა? აი რომ შეგეკითხო მაგალითად, რა არის კულტურა? ან ვინ შეიძლება იყოს კულტურული? ესე მარტივიანით რო ვთქვა, ხო, როგორი შეიძლება იყოს კულტურული ადამიანი? ამას კითხულობ, ხო, როგორც მივხვდი. როგორი მე მესმის, რომ კულტურა არის ხელოვნება, მისი დარგები, დამწერლობა. ვეფხისტყაოსანი ჩვენი. ვეფხისტყაოსანი, ღვინის კულტურა. ტაძრები, ნაქარგობა, მაგრამ ეს რაც კაცობრიობამ შექმნა და ჩვენმა ერმაც შექმნა, ხო? მაგრამ თავად ადამიანი როგორი შეიძლება იყოს კულტურული ადამიანი? აი დღევანდელი ადამიანი, რას ნიშნავს? აი თქვენი მეგობარი, როგორ ადამიანს უწოდებთ კულტურულს? როგორია ბავშვებო კულტურული ადამიანი თქვენი? კეთილია. ბატონო? იცავს წესებს, იცავს წესებს. განათლებული. იცავს ბუნებას უვლის, ანუ ესე იგი კულტურა მოვლასაც გულისხმობს, ხედავ? აი თქვენ გინდოდათ რაღაცის თქმა. კეთილი. სიკეთეს ემსახურება. ხვის მიმართ რომ კეთილია. მეგობას და არაგულებს ხოჩა. და ვინც მოხუცებს უვლის არის თუ არა ის კულტურული ადამიანი, რა თქმა უნდა. კულტურული თუ არსებობს უკულტურო ადამიანს ბავშვებო. მაშინ უკულტურო როგორია უკულტურო ადამიანი? არ იცავს წესებს. კი ბატონო. რომელიც ბოროტია. უციგნური. ჩხუბის მოყვარე. მოყვარეა. იყინებს, აყანებს. სულ ყვირის. აი ხოჩი, ამა მითხარი. არ უვლის ბუნებას და ჭრის ხეებს. სულ თავზე ლაპარაკობს. არის თუ არა უკულტურო ადამიანი, რომელიც მისულია საკონცერტო დარბაზში და მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობს? რა თქმა უნდა. არ არის? თუნდაც გაკვეთილზე ლაპარაკობს. კი ბატონო, თუნდაც გაკვეთილზის. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაგალითად ხმამაღლა როცა საუბრობენ. ბავშვებო, კიდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ სერავენ ხოლმე სკამებს. კულტურულია ეს. აფუჭებენ, მოხატავენ. სუიციდებს რო იღებენ და უკითხავთ და რო აფუჭებენ. მართალი. ეს რა განათლებული ბავშვები რა კულტურული ბავშვები ყოლია. ოჩა კულტურას რა განსაზღვრავს? კულტურას განსაზღვრავს განათლება, პროფესია, აღზრდა, ქცევის ნორმები, ტრადიციები და ბევრი სხვა რამე და ესე იგი თქვენ თუ ამ ყველაფერს ასრულებთ და ამათ ყველაფერს ფლობთ, ესე იგი თქვენ ხართ კულტურული ადამიანები. ახლა უკვე თუ ვინც კი არ ფლობს, ის არის უკულტურო. ისინი უკულტუროები არიან. მაგრამ გამოდის რომ კულტურა იცავს ადამიანს. კი, რაღაცა იმუნიტეტი ვითაა თითქოს, არა? ეს არის როგორც ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი და ხო, ასევე კულტურა იცავს ადამიანს და მაგრამ არა მხოლოდ ალბათ ადამიანსაც. ერთი წუთით რაღაც მინდა ეხლა გითხრათ. რამდენს საუბრობთ ამ კულტურაზე? ისაუბრეთ ჩემზე. ვინ ვარ მე დღეს? როგორი ვარ? რა თვისებების მატარებელი ვარ? ბოროტი ვარ, კეთილი ვარ. ვინ ვარ? თუ არა კულტურული, მაგი გაინტერესებს. ვარ, დიახტორე, რა თვისებებს ვატარებ მე? როგორია ეს ჩემი? როგორი ხარ? მე ვარ ქველმოქმედი. რატომ? ვეხმარები ობლებს. მართალია. რას ნიშნავს ქველმოქმედება? სიკეთეს
ჩვენ ამაზე წინა გადაცემებშიც ვილაპარაკეთ, მაგრამ ამაზე ყოველ გადაცემაში უნდა გავიმეოროთ, რომ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. იმიტომ რომ სიკველი და ქველმოქმედება რა არის? ერთი ადამიანის ან მთელი ჯგუფის გაერთიანება ვინმეს დასახმარებლად ბავშვებო, ხო? ამიტომ ეს ყოველთვის ჩვენში უნდა იყოს და დავიმახსოვროთ, რომ ყველას დავეხმაროთ. შენ როგორია? უსმენ მუსიკას? მუსიკას უსმენ და ბახი და მოცარტიო ვინ არიან? კომპოზიტორი. ვინ არის კომპოზიტორი? ვინ არის დღეს ჩვენი სიმღერის კომპოზიტორი? ლექსი ვინ დაწერა? მარიამ ციკლავა დაწერა. ხო, მაგრამ სანამ სიმღერას მოვისმენთ, მოდით ახლა ვთქვათ, ვინ ზრუნავს კულტურული ადამიანის აღზრდაზე. მე ვფიქრობ პირველ რიგში ეს ოჯახი არის. მაგრამ გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაც. უპროსები. როგორ ფიქრობთ, აი ბავშვები, რომლებიც დადიან სახელოვნებო წრეებზე, უწყობს ეს მათ ხელს, რომ ისინი ძალიან კულტურულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ? ნინო, ტელევიზია. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენ აბა რა ვაკეთებთ? ჩვენი კლუბი და ამაზე ზრუნავდა. ციგნე, რა თქმა უნდა. ხოჩა, ძალიან კარგი ბავშვები ხართ. კულტურას აქვს 400-ზე მეტი ცნება. 400-ზე მეტი? რა ამბავია ნინო, ამას რა დაიმახსოვრე? რამეს ქვია კულტურა, მიწის დამუშავებიდან დაწყებული, ხო, ზრუნვა, არ ვიცი, ყველა ძალიან ბევრი განმარტება. კარგია ეს ბევრი შინაარს რომ მოიცავს, იცი? ძალიან საინტერესო. მოდით ახლა ხوار მივიდეთ ჩვენს მთავარ თემასთან. ჩვენს ახალ სიმღერასთან, ბავშვებო, ვიმღეროთ? მრეცხავი კუ. როგორც თქვით, სიმღერის ავტორი ნინო ჩხიკვაძე და ლექსის მარიამ ციკლაური. ვიმღეროთ. კარგი? და ამ სიმღერით დავემშვიდობოთ კლუბიდოს მაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე. დღეს ის ხამდილი საპნით დალით მიადგარუს მრეცხავი კუ არიცის დაღლა დაუყვა დაღმას მიადგარუს გახლავართ რეცხვის ოსტატი მიყვარს ბახი და მოცარტი წაკითხული მაქვს კომბლე დავეხმარები ობლებს ვავლებ რუში სველი მაქვს ისაფრის რუში ავლებს რუში სველი აქვს ისაფრის რუში